მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ყოველგვარი შემზადების გარეშე, წინასწარი მომზადების გარეშე, აი ასე, ჩემი ოთახიდან და ეს ჩემი სახელოსნոցაა, გადავწყვიტე, რომ ჩავწერო პირველი ვიდეო YouTube-ზე. იმედი მაქვს, რომ ხარს დამიჭერთ, იმედი მაქვს, რომ გვერდით დამიდგებით, მე გვპირდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩემი არხი. მე ვარ 56 წლის, ქეთი ოთარაშვილი, ვარ მეთოჯინე, პროფესიით მხატვარი. მე გაჩვენებთ ჩემი ცხოვრებიდან რაღაც მომენტებს, გაჩვენებთ ჩემი მუშაობის ეპიზოდებს, შევეცდები, რომ გქონდეს ფსიქოლოგიური და ღრმა საუბრები თქვენთან. მე ვთვლი, რომ 50 წლის ზემოთ ცხოვრება არ მთავრდება, პირიქით იწყება ახალი ცხოვრება. როდესაც ხარ უფრო ნამდვილი, უფრო გულწრფელი, აღარ გაინტერესებს არავის შექება, გინდა იყო ის ვინც ხარ და ეს სრულიად გაკმაყოფილებს. ბევრს აღარ ნერვიულობ არაფერზე, აღარსად გეჩქარება, უსმენს სიჩუმეს, უსმენს საკუთარ თავს და ეს მე მგონი არ არის ცუდი, ხო? მაშინ დაგეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი და სტრესულია, დამთრგუნველი, როდესაც სარკეში იყურები და შენი თავი აღარ მოგწონს. გეცვლება სხეულის ფორმები, გეცვლება გამომეტყველება და მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული. თუ როგორი შინაგანი სამყარო გვაქვს, თუ როგორ უყურებ ცხოვრებას, საერთოდ თუ გვერდებით ოპტიმისტი და იმედიანი ადამიანები გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურებიან, ნაკლებად ბერდებიან და დიდხანსაც ცოცხლობენ. ასე რომ შეურიგდეთ საკუთარ თავს, შეურიგდეთ საკუთარ ძულს, შეურიგდეთ საკუთარ სხეულს, რომელიც გვემსახურა, შეურიგდეთ საკუთარ გზას, რომელიც ზოგჯერ ძალიან მძიმე იყო, მაგრამ აქამდე მოგვიყვანა. ჩვენ მაინც აკარგულ თაობად ვითვლებით, გამოვიარეთ ის 90-იანები, ეს საშინელი ცხოვრება, სიბნელე, უშუქობა, არც ინტერნეტი არსებობდა, არც საკვები იყო საკმარისი, არც ფინანსები ჰქონდა საკმარისი, სრული განუკითხაობა იყო და ძალიან დამთრგუნველი გარემო იყო, მაგრამ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, იმედიანად ვიყავით განწყობილი და მაინც კბილად გვახსენდება ის წლები, რომლებიც კარგად თუ დაუფიქრდებით, საერთოდაც არ არის კბილად გასახსენებელი. უფრო მეტი ერთობა იყო მაშინ. გახსოვთ, როგორ ვიკრიბებოდით მეზობლები ერთად, ნაკვეთშლებში ყავას ვადუღებდით, გაგვყავდა ზამთრის გრძელი დღეები და ღამეები, ასე ერთობით. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, გადავრჩით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსი ვართ იმის, რომ დაგვაფასოს ჩვენმა შემდეგმა თაობამ, სრულად გაიაზრონ თუ რა გზა გავიარეთ ჩვენ, გვერდში დაგვიდგნენ, დაგვეხმარონ, შეგვინდონ თუ რაიმე არ მოეწონებათ, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ცხოვრების უფლება, რადგან დავიბადეთ, დავიმსახურეთ, რომ ვიცხოვროთ და ვიყოთ ამ ქვეყანაზე. ასე რომ ჩემო კეთილებო და კარგებო, მადლობა რომ მომისმინეთ, მადლობა თუ მომისმინეთ, მადლობა რომ ჩემთან იყავით, და გავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი არხი. მე გვპირდებით, რომ ყოველ დღე დავდებ ვიდეოს სხვადასხვა თემებზე და ჩემი აზრით ეს ძალიან საინტერესო იქნება. დიდი მადლობა რომ მიყურეთ და იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.